როცა ჩემს ლექტორს ვკითხე თუ რას ნიშნავდა x-ი ნაკლები ანტოლი y-ზე. რა ინფორმაცია? ჩვენ მონადირად გვესმის რომ ეს ნიშნავს რომ x-ი უფრო პატარა ან შეიძლება ტოლი იყოს ვიდრე y-ი, მაგრამ მათემატიკურად რას ნიშნავს? ნუ გასაგებია რომ მაგალითად 7 ლარი ნაკლებია 10 ლარზე. ნუ ჯიბეში თუ 10 ლარი მაქვს უფრო კაია თუ ვიდრე 7 ლარი მაქვს. მაგრამ თუ გონებაში 10 წყენა მაქვს, ეს უფრო კაია თუ გონებაში 7 წყენა მექნება. ან თუ აღმართში მივდივარ 20 კილოგრამით ტვირთის წარება უფრო კარგია თუ 30 კილოგრამის. ან ზოგჯერ შედარება შეიძლება იყოს სხვანაირი. მაგალითად შეიძლება შედარება იმის მიხედვით ჩამოიტანო თუ რას დებ ამ შედარების ქვეშ, ანუ რა ინფორმაციის მატარებელია. ცხადი ეს ძალიან დიდი თემაა და სხვადასხვა შედარებები არსებობს, მაგრამ ამ ლექციების ფორმატში მე ვისაუბრებ ბუნებრივ შედარებაზე. ანუ ისეთ შედარებაზე, რაც ასე თუ ისე ბუნებრივად მიგვაჩნია. მაგალითად შიმპანზებმაც იციან ეს. თუ შიმპანზეს წინ დაუდებ თქვათ, ცოტა მოშორებით, ბანანის ორ გროვას, ერთი ესეთ გროვაში რო იყოს ბანანები და მეორე, თქვათ, უფრო დიდი გროვა, მაშინ შიმპანზე წავა იმ მხარეს, სადაც ბანანების დიდი გროვა. ანუ შიმპანზეებსაც კი ესმით ბუნებრივი დალაგება. ანუ მათ იციან რა არის ბუნებრივი დალაგება, ხო? ამ შემთხვევაში. და დიდარი საინტერესო ეს ჩვენ ცხოვრებაში ზოგადად. აი ერთ-ერთი მაგალითი ავიღოთ, თქვა გაქვს საწარმო, ბიზნესი, ან ნებისმიერ სხვა რამ, ну, რაღაც საწარმო. და გაქვს გარკვეული რესურსები. ბუნებრივია შემთავარი კითხვა იქნება რა, რომ ამ რესურსების გამოყენებით რა იქნება ჩემი მაქსიმალური მოგება. ანუ მინიმალური დანახარჯებით მივახციო მაქსიმალურ მოგებას. ეს ეკონომიკის ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა რა. დახარჯო რჩება ნაკლები, ენერგია, რესურსი, დრო და მიიღო რჩება მეტი შემოსავალი, მოგება, წარმატება და მრავალი სხვა. და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია როგორც დალაგების შინაარსის ცოდნა, ისევე ამ შინაარსის ცოდნის გამოყენებით გარკვეული პროცესების მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობა. მინიმალური ნიშნავს, რომ ის მნიშვნელობა ჩვენთვის შესაძლო სიმრავლეში ყველაზე პატარაა, ანტოლი. მაქსიმალური ნიშნავს, რომ შესაძლო სიმრავლეში ყველაზე დიდი ელემენტი იქნება. ხო, ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ ბუნებრივ დალაგებაზე. შევეხები ახლა ბუნებრივი დალაგების გარკვეულ თვისებებს და შემდგომ უკვე ამ თვისების ანუ აქსიომებისგან გამომდინარე გარკვეულ შედეგებს ვაჩვენებ და შემდეგ იქნება უკვე საოლიმპიადო ამოცანები დალაგებებზე. ასევე ჩემ ლექციას ვკითხე რას ნიშნავდა x-ი ნაკლები ანტოლი y-თან, მან ასევე ვთქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ x-y წყვილი გარკვეულ მიმართებაშია გარკვეულ დალაგებასთან. ანუ გარკვეულ სიმრავლეში. ანუ მან თქვა, რომ x-ი ნაკლები ანტოლი y-ზე ნიშნავს, რომ x-ი და y-ი ამ ნაკლებობით არის მიმართებაში. ხო? მიმართებაში. აი შეიძლება ესე დაწერა. ანუ x-ი და y-ი არის ნაკლები ანტოლობის მიმართებაში. და ხშირად ჩვენ შემდეგ აღმოჩნდება, რომ მიმართება არის სიმრავლე. ხო? სიმრავლე. ჩვენ რადგან საუბრობთ ნამდვილსა დალაგებაზე, ხო? ნამდვილსა დალაგებაზე, მიმართება არის გარკვეული წყვილების სიმრავლე. გარკვეული წყვილების სიმრავლე. ანუ თუ გვაქვს ნამდვილი სხვა სიმრავლე, მიმართება იქნება ნამდვილსა სიმრავლის დეკარტული ნამრავლის რაღაც ქვესიმრავლე. დეკარტული ნამრავლი გასაგებია, ხო? რა არის? ეს არის რაღაც x-y წყვილების სიმრავლე, სადაც x-იც არის r-ში და y-იც არის r-ში. აი ჩვენ ამის ნებისმიერ ქვესიმრავლეს ვეძახით გარკვეულ მიმართებას. და თუ გარკვეული წყვილი ამ ქვესიმრავლეში აღმოჩნდება, მაშინ ვამბობთ, რომ ეს წყვილი ამ კონკრეტულ მიმართებაშია. ანუ დალაგების მიმართება, იგივე ნაკლები ანტოლობის მიმართებაც
წარმოადგენს ამ დეკარტული ნამრავლის ქვესიმრავლეს. ოღონდ მას უნდა კონდეს შემდეგი თვისებები. ნულოვანი თვისება, აქსიომა, იგივე, აქსიომები დავარქვათ მოდი ჩვენ, ნაკლებია ანტოლობის. რომ ცხადია რომ ნებისმიერი x-ისთვის erიდან x-ი ნაკლებია ანტოლი უნდა იყოს x. ეს იმას ნიშნავს, რომ წყვილი x უნდა იყოს ამ ნაკლებია ანტოლობის სიმრავლის ელემენტი. ან სხვაგვარად შეიძლება ჩაწერო, რომ წყვილი x-ი ეკუთვნის ნაკლებია ანტოლობის მიმართების შესაბამის სიმრავლეს. ანუ ეს ნაკლებია ანტოლობა ჩვენ შემთხვევაში სიმრავლეც არის და თუ წყვილი სიმრავლეშია, მაშინ ვამბობთ, რომ ეს ელემენტები ამ კონკრეტულ მიმართებაში, ანუ ნაკლებია ანტოლობაში. Okay. აი ამას ამ თვისებას ეძახიან რეფლექსურობას. ეს რეფლექსურობას. ანუ რეფლექსური უნდა იყოს. ნუ ნებისმიერი რიცხვი ნაკლებია ანტოლი თავის თავზე, ხო, მაგალითად 5 ნაკლებია ანტოლი 5-ზე, 6 ნაკლებია ანტოლი 6-ზე. შემდეგი აქსიომა. ნუ ცხადია, ეხლა შემდეგი აქსიომა რა არის, რომ თუ ნუ ცხადია ისე ნებისმიერი x და y-ისთვის, რომ თუ x-ი ნაკლებია ანტოლი y-ზე და y-ი ნაკლებია ანტოლი x-ზე, მაშინ x-ი უნდა იყოს y-ის ტოლი. ხო, მაგალითად 5 ხვდებით ხო ამ აქსიომის შინაარსი რა არის? ეს სიმრავლად ნიშნავს, რომ თუ x y წყვილი ხდება სიმრავლეში და y-x წვილიც ხდება სიმრავლეში, ეს იმას ნიშნავს, რომ y-ი და x-ი ერთმანეთის ტოლია. ანუ ეს შეიძლება მხოლოდ x-x წვილებისთვის შესრულდეს, ორივე ერთდროულად. Okay? და აი ამას ეძახიან ანტისიმეტრიულობას. შემდეგი აქსიომა არის, ნუ ბუნებრივია, რომ თუ x-ი ნაკლებია ანტოლი y-ზე, აქაც ნებისმიერ x-ი და y-ისთვის, ანუ თუ x-ი ნაკლებია y-ზე და y-ი ნაკლებია ანტოლი z-ზე, მაშინ x-ი ნაკლებია ანტოლი z-ზე, ხო? ანუ თუ x-ი უფრო პატარაა ვიდრე y-ი და y-ი უფრო პატარაა ვიდრე z-ი, მაშინ x-ი უფრო პატარაა ვიდრე z-ი. სიმრავლად ნიშნავს, რომ თუ x-y წყვილი არის სიმრავლეში, y-z წყვილი სიმრავლეშია, მაშინ x-z წყვილიც უნდა იყოს სიმრავლეში. ამ თვისებას ეძახიან ტრანზიტულობას. ეს არის ტრანზიტულობა. შემდეგი აქსიომა, მესამე აქსიომა არის, რომ რაც არ უნდა x-ი და y-ი აიღო, ხო? ან x-ი უნდა იყოს ნაკლები ანტოლი y-ზე, ან y-ი უნდა იყოს ნაკლები ანტოლი x-ზე, ხო? ესე იგი, ნებისმიერი ორი ელემენტი უნდა იყოს ერთმანეთთან მიმართებაში. ესე იგი, ან x-y წყვილი უნდა იყოს ნაკლები ანტოლის ტოლობის მიმართების ელემენტი, ხო? ან y-x. ანუ რომელიმე ორი უნდა ან x-y წყვილი უნდა იყოს ერთმანეთთან მიმართებაში, ან y და x-ი უნდა იყვნენ ერთმანეთთან მიმართებაში. ესე იგი, ნებისმიერი ორი ელემენტი უნდა იყოს ერთმანეთთან სადარი. თუ გარკვეული მიმართება აკმაყოფილებს ნულოვან პირველ და მეორე აქსიომებს, ასეთ მიმართებებს ეძახიან ნაწილობრივ მიმართებას. თუ დამატებით მესამესაც აკმაყოფილებს, მაშინ ეძახიან წრფივ ნაწილობრივ დალაგება არის 0, 1 და 2. თვისებებს თუ აკმაყოფილებს მიმართება და წრფივი დალაგება არის თუ აკმაყოფილებს 0-ს, 1-ს, 2-ს და 3 თვისებებს. ჩვენ შევეხებით წრფივ დალაგებს, ანუ რომელიც აკმაყოფილებს როგორც ნულოვან აქსიომას, ისე პირველს, ისე მეორეს, ისე მესამე აქსიომას. და დალაგების კიდევ ერთი აქსიომა არის, რომელსაც ხშირად ეძახიან უწყვეტობის აქსიომას. ეს რას ნიშნავს? რომ თქვა გვაქვს ნებისმიერი ორი ქვესიმრავლე ნამდვილთა სიმრავლეს. ოღონდ ისეთი, რომ ნებისმიერი x ეკუთვნის x-ისთვის და ნებისმიერი y ეკუთვნის y-ისთვის, x-ი ნაკლებია ანტოლი y-ზე. ანუ x-ის ყოველი ელემენტი ნაკლებია ანტოლი y-ის ყოველ ელემენტზე. მაშინ უწყვეტობის აქსიომა ამბობს, რომ არსებობს c ისეთი, რომ ნებისმიერ x-ისთვის x-დან და ნებისმიერ y-ისთვის y-დან x-ი ნაკლები ანტოლი c-ზე და ნაკლები ანტოლი y-ზე, x-ი ნაკლები ანტოლი c-ზე და ნაკლები ანტოლი y-ზე. ანუ ნებისმიერ ორი სიმრავლე რო აიღო ფაქტიურად, რომ ერთი სიმრავლეს ყოველ ელემენტი ნაკლები ანტოლი იყოს მეორე სიმრავლეს ყოველ ელემენტზე, მაშინ მათ შორის კიდევ არსებობს ერთი ელემენტი, რომელიც
x-ის ყოველ ელემენტზე მეტიან ტოლი იქნება და y-ის ყოველ ელემენტზე ნაკლებიან ტოლი. ამ აქსიომას ეძახიან უწყոտობის აქსიომა. უწყოტობის აქსიომა საშუალებას გვაძლევს მაგალითად დავამტკიცოთ, რომ არსებობს ფესვიური, ანუ არსებობენ ირაციონალური რიცხვები. უწყოტობის აქსიომა საშუალებას გვაძლევს ვაჩვენოთ, რომ არსებობს ზოგადად ირაციონალური რიცხვები და მრავალი სხვა. ანუ უწყოტობის აქსიომა ძლავრი ინსტრუმენტია ნამდვილ სასიმრავლეში გარკვეული როგორც ელემენტის არსებობის, ისე დალაგების გარკვეული თვისებების აღმოჩენის, როგორც მინიმალური ელემენტის სუპრემუმის არსებობის სუპრემუმის არსებობას განაპირობებს. ანუ უწყოტობის აქსიომა თუ გვაქვს, მაშინ შეიძლება თქვა, რომ ნებისმიერ სიმრავლეს აქვს სუპრემუმი, არაცარიელ სიმრავლეს, ან აქვს ინფიმუმი. რომელიც ეკვივალენტური, ანუ სიმრავლეს აქვს სუპრემუმი, ნებისმიერ არაცარიელ სიმრავლეს აქვს სუპრემუმი, ეს ეკვივალენტურია უწყოტობის აქსიომის. ეს ცოტა უმაღლესი მათემატიკის საკითხია, მაგრამ შეიძლება რომ აქ ასევე გქონდეს, ხო? ანუ ჩვენ დალაგების აქსიომა აკმაყოფილებს ამ 5 აქსიომას. და კიდევ აკმაყოფილებს შემდეგ საინტერესო, მოდი ამას წავშლი. კავშირი მიმატებასა და დალაგებას შორის, ხო? ეს ნიშნავს რა შემდეგს, რომ ნებისმიერი A-ს A-დან x და y იყოს ამჟამად. ნებისმიერი x და y-ისთვის, ნამდვილი რიცხვებისათვის, თუ x-ი ნაკლებია ტოლი y-ზე და ცხადია ნებისმიერი z-ისთვის r-დან, თუ x-ი ნაკლებია ტოლი y-ზე, მაშინ x + z-იც ნაკლებია ტოლი y + z-ზე. ეს სკოლაშიც და უნივერსიტეტში შეიძლება ესე იყოს ახსენე, რომ თუ უტოლობის ორივე მხარეს ერთი და იგივე რიცხვს მივუმატებ, ამით უტოლობა არ შეიძლება. წყვილის თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ თუ x-y-ის წყვილი არის ნაკლებიან ტოლობის მიმართების ელემენტი, მაშინ ნებისმიერი z-ისთვის x + z და y + z-იც არის მიმართებაში. ხვდებით? მაგას ნიშნავს ეს. z-ში ნებისმიერი რიცხვი შეიძლება ნებისმიერი ნამდვილი რიცხვია. და კიდევ ერთი არის კავშირი მიმატებასა და გამრავლებასა და დალაგებას შორის. ეს შემდეგია, რომ თუ 0 ნაკლებიან ტოლი x-ზე და 0 ნაკლებიან ტოლი y-ზე, ანუ თუ ფაქტორ x გვაქვს შემდგომში შეიძლება თქვა ისე, რომ თუ არის x-ი არის არავარყოფითი რიცხვი და y-ის არავარყოფითი რიცხვი, ხო, შეთანხმებაა რა. არავარყოფითი რიცხვები არის 0-ზე მეტიან ტოლი რიცხვები. მაშინ მათი ნამრავლი არის არავარყოფითი. ანუ 0 ნაკლებიან ტოლი იქნება x-y-ზე. ეს არის კავშირი გამრავლებასა და დალაგებას შორის. აი ამ კავშირიდან გამომერე მარტივად გამოვიყვანთ, რომ თუ ტოლობის ორივე მხარეს გაამრავლებ დადებით რიცხვი უტოლობა არ შეიცვლება და ასე შემდეგ, ხო? რომელსაც შემდგომ ლექციებში ვაჩვენებთ. ეს არის რიგით მეორე ლექცია. და ეხლა დავდებ ამის შემდგომ მესამე ლექციას.